სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ახორციელებს ლამიმის აქციელი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას. სამუშაოების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის 2200 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი მოიწყვება, რითიც 2750 კომლი ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და აპრილში დასრულდება. პროექტის ღირებულება კი 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. რამოდენიმე ხნის წინ ვერაიმე წარმოვიდგენდა ისეთ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, რაც დღეს ხდება. ეს სამუშაოა, რომელიც მთელ სოფლის მეურნეობას დააყენებს ფეხზე. გასარწყავებული ტერიტორია რეალურად სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოსავლენობას დის 40-50%-ით. ამას ემსახურება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამეურნეო კომპანიის მასშტაბური პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს მთელ საქართველოში. კონკრეტულ შემთხვევაში ლამიმის აქციელი სარწყავი არხი, რომელიც ფაქტობრივად ფუნქცია დაკარგული იყო, დღესდღეობით დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს 2200 ჰექტარ ტერიტორიას.